განმოგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან ჩვენს ბოლო საუბარში განვიხილავდით პეტრე იბერის აღმსარებლობის საგიდს და როგორც მიუთითებდით, უკლებლივ ყველა მონაცემით პეტრე იბერი გახლავთ მონოფიზიტური აღმსარებლობისა სამწუხაროდ ეს ასეა. ორი უმკვეთრესი არგუმენტი განვიხილეთ. პირველი გახლავთ ის, რომ პეტრე იბერი გახლავთ ქალკედონის კრების უარმყოფელთა კრებულის წევრი. ისიც ისე უარყოფდა ქალკედონის კრებას, როგორც ყველა სხვა მონოფიზიტი, ხოლო ქალკედონის კრების უარყოფელი ვერასოდეს დიოფიზიტი ვერ იქნება. მეტიც, ქალკედონის კრების შემდეგ მან მონოფიზიტ იერარქად ეპისკოპოსად აკურთხა, ხელნი დაასხნა ერთ-ერთ ყველაზე უფრო განძვინებულ და განცოფებულ მონოფიზიტ ლიდერს, ტიმოთე ელურს, ანუ ტიმოთე კვერნას, მეგობრობდა ასევე უაღრესად ფანატიკოს მონოფიზიტთან, პეტროს მკაწვრალთან, ანუ პეტრე ფულონთან და სხვა მრავალთან. მისი მოწაფეები მხოლოდ მონოფიზიტები იყვნენ. მისი ცხოვრება, მოღვაწეობა აღწერეს და თარგმნეს ბერძნულიდან სირიულად მხოლოდ მონოფიზიტებმა, ხოლო მონოფიზიტი არასოდეს დიოფიზიტი მოძღვრის ცხოვრება მოღვაწეობას არ აღწერდა, ისევე როგორც ეს პირუკუ არის შეუძლებელი. და მესამე არგუმენტი, რაზეც ამჯერად ვიმსჯელებთ, გახლავთ შემდეგი. პეტრე იბერი, რომელიც მისი ცხოვრების მიხედვით უაღრესად ცნობილი პიროვნება იყო თავის ეპოქაში, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლურ სამყაროს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა და თუ იგი მართლმადიდებლური აღმსარებლობისა იყო, თავისთავად ცხადია, ეკლესია მას სათანადო ღირსებას განუკუთვნებდა. მაგრამ თუ პეტრე იბერი მართლაც დიოფიზიტი იყო, როგორ ახსნათ მაშინ, რომ ასეთი საყოველთაო ცნობილი პიროვნება თავისი სარწმუნოების შიგნით და ეს სარწმუნოება, თქვათ, ამ შემთხვევაში ერთ სიტყვით, დიოფიზიტურია, არაუბრალოდ იგნორირებულია მართლმადიდებლური სამყაროსგან, არამედ მისი ხსენების ნიშანწყალიც კი არსად არ არის. ამგვარად ვითარება ასეთია, ერთი მხრივ მონოფიზიტები უსაშველოდ განადიდებენ პეტრე იბერს, აღწერენ და თარგმნიან მის ცხოვრება მოღვაწეობას, მეორე მხრივ მართლმადიდებლური სამყარო დადუმებულია მის შესახებ, მისი თანამედროვეც და ერთი სიტყვაც მის შესახებ არაა ხსენებული. თუ თავისი ეპოქის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არათუ წმინდანად არ შერაცხა პეტრე იბერი, ოდნავი ღირსებაც კი არ განუკუთვნა მას მართლმადიდებლური კუთხით, როგორ შეგვიძლია ჩვენ რომ გავკადნიერდეთ მე-20 საუკუნეში, როდესაც აურაცხელი ფაქტი ჩვენთვის დაფარულია და თვითნებურად არაუბრალოდ გარკვეული ღირსება შევნიშნოთ ამ პირის მოღვაწეობის, არამედ მისი წმინდანად კანონიზება მოვითხოვოთ და ამის აღსრულებას ვეცადოთ. თავისთავად ცხადია, ეს აბსოლუტურად უნიადაგოა, კიდევ ერთხელ აღნიშნავთ და ეს სამი მძლავრი არგუმენტი, გადამწყვეტი არგუმენტი ერთხელ და სამუდამოდ გვისაბუთებს ჩვენ, რომ პეტრე იბერი არ გახლდათ დიოფიზიტური აღმსარებლობისა. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ პეტრე იბერი, როდესაც დიოფიზიტებმა გაიმარჯვეს აღნიშნულ სირია-პალესტინის რეგიონში, პეტრე იბერი კვლავ დარჩა მაიუმის ეპისკოპოსად, ეს ფაქტი სრულიად მცდარად არის შეფასებული, ის დარჩა ეპისკოპოსად თავისი სამწყსოსათვის, მონოფიზიტური სამწყსოსათვის და სარგებლობდა რა საიმპერიო მხარდაჭერით, ამის საფუძველზე შეინარჩუნა საეპისკოპოსო პატივი და არა იმის საფუძველზე, რომ მას ვინმე დიოფიზიტად თვლიდა. პირუკუთ შეგვიძლია ვიკითხოთ, თუ ის დიოფიზიტი იყო და არ იყო მონოფიზიტი, მონოფიზიტთა ბატონობის დროს როგორ იყო ეპისკოპოსი სირია-პალესტინაში. მონოფიზიტებიც არ გააჭაჭენებდნენ მართლმადიდებელ მოძღვარს. ეს სრულიად უეჭველი გახლავთ, ამიტომ ამგვარ უნიადაგო არგუმენტზე აშენება თეორიისა და უგულებელყოფა ამ აურაცხელი მონაცემისა, რაზეც ჩვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, პეტრე იბერის კანონიზებასთან დაკავშირებით ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. მთელი ეს მსჯელობა ჩვენ პეტრე იბერთან დაკავშირებით მხოლოდ შემდეგი კუთხით გვესაჭიროება ამჯერად, რომ რამდენადაც უეჭველია პეტრე იბერის მონოფიზიტური აღმსარებლობა, შესაბამისად თვით კვლევის დასაწყისშივე გამორიცხული უნდა ყოფილიყო ამგვარი ვარაუდის დაშვება, რომ პეტრე იბერი შეიძლებოდა არეოპაგიტული შრომების ავტორი ყოფილიყო. ისევე როგორც მაგალითად უნიადაგო გახლდათ ანალოგიური მცდელობა პეტრე ფულონთან, ანუ პეტრე მკაწვრალთან დაკავშირებით, ცნობილ ერეტიკოსთან დაკავშირებით, როგორც ეს ერთ-ერთმა მკვლევარმა განახორციელა 50-იანი წლების დამდეგს მე-20 საუკუნისა და თითქოს არგუმენტებიც მოიპოვა, თითქოს სმენელებით მთლიანად დააჯერა თავისი თეორიის მართებულობაში, მაგრამ საკითხის დეტალურმა შესწავლამ აღნიშნული თეორიის ავტორის სრული უბადრუკობა წარმოაჩინა. ამრიგად, რამდენადაც პეტრე იბერი მონოფიზიტური აღმსარებლობისა, ხოლო არეოპაგიტული შრომები მართლმადიდებლური, ანუ დიოფიზიტური მოძღვრების ერთ-ერთი საფუძველია,
ამ ნიშნით თუნდაც, ესე იგი შინაარსობრივ საღვთისმეტყველო კუთხით, ამგვარი იდენტიფიკაცია და ატრიბუცია დადგენა თითქოს იმისა, რომ არიოპაგიტული შრომები დაწერა პეტრიბერმა, საფუძველშივე გამორიცხული გახლავთ. მით უმეტეს ეკლესიის მოღვაწემ მსგავსი დებულება ოდნავადაც არ შეიძლება რომ ან წამოაყენოს, ან და მის დასაბუთებას ეცადოს. მაგრამ როგორია ვითარება არიოპაგიტულ შრომებთან დაკავშირებით დღესდღეობით? ჩვენ აღნიშნავდით, რომ კვლევართა თითქოს და ერთ-ერთ მიგნებად ჩანდა დასკვნა იმის შესახებ, რომ პროკლე დიადოხოსის შრომების გავლენა შეიმჩნევა არიოპაგიტულ შრომებში. როგორც აღნიშნეთ, ამაზე ეკლესიას თავიდანვე ჰქონდა პასუხი გაცემული და უკვე ერთ-ერთ საუბარში განვიხილავდით, მაგრამ არსებობს მეორე მხარეს. თვით მკვლევართათვისაც ეს არ გახლავთ საბოლოოდ დამტკიცებული და ყველასთვის დამაჯერებელი. თუ მე-20 საუკუნის დამდეგს 1900-ს თავის ცნობილ მონოგრაფიაში და შემდეგ ერთ-ერთ სტატიაში ჰუგო კოხმა და შტიგლმაიერმა ამგვარი თეზა თითქოს და ეჭმიუტანლად დაამტკიცეს, რომ პროკლე დიადოხოსის შრომების გამოძახილი აშკარად შესამჩნევია არიოპაგიტულ თხზულებებში, როგორ ახსნათ ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ამ ფაქტების და ამ შრომების კარგად მცნობი მეცნიერები კვლავ და კვლავ უფრო ადრეულ მოღვაწეებს მოუხმობენ სავარაუდო ავტორებად. მათ შორის ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ერთ-ერთი კვლევარი ბერძენი პერა, რომელმაც კაბადოკიელ მამათაგან ერთ-ერთი ბასილი დიდი მიიჩნია მოძღვრად, ხოლო გრიგოლ ნოსელი ავტორად არიოპაგიტული შრომებისა. ესე იგი, მისთვის მხოლოდ კვლევარი არც საეკლესიო ტრადიციას უერთგულებს ის და ალბათ არც მაქსიმე აღთარებლის პასუხი იცოდა ამგვარ მხარეზე, მისთვის კოხისა და შტიგლმაერის და კიდევ სხვა მკვლევართა ამგვარი დასკვნა არ ყოფილა უპირობოდ გასაზიარებელი, თორემ შეუძლებელია, რომ მას არიოპაგიტული შრომების ავტორად პროკლეზე ქრონოლოგიურად უწინარესი საეკლესიო მოღვაწე მე-4 საუკუნისა წარმოედგინა. მოგვიანო წლებშიც იგივე ითქმის, როდესაც ნიქოზიამ ერთ-ერთმა მკვლევარმა იტალიელმა 1946-47 წლებში სავარაუდო ავტორად სულაც წარმართი ამონიოს საკა წარმოადგინა. ამონიოს საკა ცნობილია, რომ მეორე-მესამე საუკუნეებში მოღვაწეობდა. ესე იგი, მისთვისაც ეს არგუმენტი არ ყოფილა გასაზიარებელი. და სხვა მონაცემები ჩვენ შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით მიუთითოთ, რომ მესამე საუკუნის ავტორი დიონისე ალექსანდრიელი კვლავ და კვლავ წამოყენდება ამა თუ იმ პირისგან, როგორც სავარაუდო ავტორი და ასე შემდეგ. ამრიგად, თვით მეცნიერული მკვლევის მომხრეთათვისაც კოხისა და შტიგლმაერის დასკვნა არ გახლავთ დამაჯერებელი, თორემ, როგორც აღნიშნეთ, უფრო ადრინდელ მოღვაწეებს აღარ წამოაყენებდნენ არიოპაგიტული შრომების სავარაუდო ავტორად. ასე რომ ეს ერთი არგუმენტი სავსებით გაბათილებული. ახლა რაც შეეხება მეორეს, რომ არავინ არ ახსენებს არიოპაგიტულ შრომებს მე-5 საუკუნის დამდეგამდე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში ეს არგუმენტიც სრულიად გაბათილდა ჩვენი აზრით, მას შემდეგ რაც გამოვლინდა, რომ არიოპაგიტული შრომების კომენტირება ხდებოდა უკვე მე-3 საუკუნის შუა წლებში. ჩვენ ამის თაობაზე ორგზის ჰქონდა პუბლიკაცია, ერთგზის საკუთრივ ამ საკითხთან დაკავშირებით და ტექსტიც გამოაქვეყნეთ კომენტარისა, ვითარება კი ამგვარი გახლავთ. როდესაც შევისწავლით წმინდა ანასტასი სინელის სახელგანთქმული შრომის სათაურით წინამძღვარი ძველ ქართულ თარგმანს, რაც არსენ იყალთოელმა შეასრულა, ჩვენი ყურადღება ერთ ადგილას მიიქცია იმან, რომ წმინდა ანასტასი, რომელიც მე-7 საუკუნის მოღვაწე გახლავთ, ერთგან უთითებს არიოპაგიტული შრომების კომენტატორზე წმინდა დიონისე ალექსანდრიელზე და მისი კომენტარის, მისი სქოლიოს ტექსტი მოაქვს სრული სახით. ცნობილია, რომ დიონისე ალექსანდრიელი, რომელიც ეპითეტსაც გვთავაზობს წმინდა ანასტასი, რიტორს, ორატორს უწოდებს მას და მართლაც ცნობილია, რომ დიონისე ალექსანდრიელი რიტორიკის ერთ-ერთი ბრწყინვალესი წარმომადგენელი გახდა და ღრმად იყო განსწავლული ამ დისციპლინაში. რიტორთაგანი ასე უწოდებს წმინდა ანასტასი მას, არსენ იყალთოელის თარგმანში ასეა და ბერძნულ ორიგინალშიც ამგვარადვე გახლავთ. ცნობილია, რომ დიონისე ალექსანდრიელი მოღვაწეობდა მე-3 საუკუნის შუა წლებში, კერძოდ 248-265 წლებში, სხვა დიონისე ალექსანდრიელის საეკლესიო ისტორია მარიცის და ეპითეტებით, როგორც აღნიშნეთ, სწორედ მასზე მიგვითითებენ განსაკუთრებით ტერმინი რიტორთაგანი. ცხადია, თუ კი დიონისე ალექსანდრიელი უკვე კომენტარს უკეთებდა არიოპაგიტულ შრომებს, არიოპაგიტული შრომები მე-3 საუკუნეზე ადრინდელი ყოფილა, მე-3 საუკუნის შუა წლებზე ადრინდელი, და რომ ის საეკლესიო ტრადიციაში შეისწავლებოდა და მოიხსენიებოდა კიდეც. მაგრამ რამდენადაც საკითხი მნიშვნელოვანია, იქნებ საყურადღებო იყოს, თუ რა სახის კომენტარზეა აქ საუბარი. საქმე ის გახლავთ, რომ ერთ ადგილას წმინდა დიონისე არიოპაგელი საუბრობს საკუთრივ უფლის
ყოვლის შემოქმედის და შემდეგ მისგან დაბადებულთა შესახებ. ეს მონაკვეთი არეოპაგიტული შრომისა, კერძოდ პირველი წიგნისა, სახელწოდებით „საღვთოთა სახელთათვის“, მართლმადიდებლებთან პაექრობისას და კონკრეტულად წმინდა ანასტასის სინელთან პაექრობისას, თავისი ერეტიკული მოძღვრების დასაბუთებისთვის გამოუყენებია ვინმე მანიქეველს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთი მეორეს ეპაექრება მართლმადიდებელი და მანიქეველი. მართლმადიდებელი ამ შემთხვევაში გახლავთ წმინდა ანასტასის სინელი და მას ეპაექრება ვინმე მანიქეველი. მანიქეური მოძღვრების ერთ-ერთი მხარე გახლავთ ის, რომ იგი, ესე იგი მანიქეიზმი დუალისტურია, მხოლოდ ღმერთს არ მიიჩნევს შეუქმნელ ძალად, იგი თვლის, რომ მატერიაც შეუქმნელია. მანიქეიზმი დუალისტური აღსარებულობა და თვლის, რომ მატერიაც შეუქმნელია, მატერია წვდიადია, ღმერთი სინათლეა და მათ შორის ბრძოლა ხან ერთის გამარჯვებით რომ თავდება, ხან მეორისა მარადიულ ისტორიულ პროცესს წარმართავს. და რამდენადაც საეკლესიო მოძღვრება მკაცრად მონისტურია, რომ მხოლოდ ერთი საწყისია და ესაა უფალი, რომლისგან იქმნება ყოველივე, მათ შორის მატერიაც, თუნდაც თავისი პირველადი სახით. აი ამ საკითხზე პაექრობისას მანიქეველი ცდილობს, რომ მართლმადიდებელს თვით მართლმადიდებლური წიგნიდან მოტანილი ციტატით აჯობოს. და მანიქეველი, როგორც ეს ტექსტი მოაქვს ანასტასის სინელს, ასე მიმართავს მას. თვით შენი წიგნიდან დაგისაბუთებ ჩემი მოძღვრების ჭეშმარიტებას. გადავშლით არეოპაგიტულ პირველ შრომას, სახელწოდებით „საღვთოთა სახელთათვის“ და იქ პირდაპირ ვკითხულობთ. ღმერთი აღმატებულია ყველა შეუქმნელ ძალაზე. აქ ხომ აშკარა ამბობს მანიქეველი, რომ მხოლოდ ღმერთი არ ყოფილა შეუქმნელი. თუ ღმერთი სხვა შეუქმნელ ძალებზე აღმატებულია, აშკარაა, რომ არსებობს ღმერთი კიდევ სხვა შეუქმნელი ძალებიც, რომლებზეც ღმერთი აღმატებულია. აი ჩვენი მოძღვრების დასაბუთება, რომ მხოლოდ ღმერთი არ არის შეუქმნელი, რომ სხვაც არის რაღაც შეუქმნელი. ამრიგად ვითარება როგორია, მანიქეველი იმოწმებს არეოპაგიტულ შრომას. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანასტასის სინელისთვის, როგორც მოპაექრისთვის, გაცილებით უფრო მოსახერხებელი და სასარგებლო იქნებოდა, თუ არეოპაგიტული შრომების ნაყალბეობას დაამტკიცებდა ის. ესე იგი, თუ მისთვის არეოპაგიტული შრომები ნაყალბევად წარმოჩნდებოდა, ეს მანიქეველისთვის კი არ იქნებოდა მნიშვნელოვანი, არამედ მისთვის, იმიტომ რომ მანიქეველს აქედან მოაქვს საკმაოდ ძლიერი არგუმენტი. ამ დროისათვის, მე-7 საუკუნისთვის, თუ არეოპაგიტული შრომები ყალბად მიიჩნეოდა ეკლესიაში, რა თქმა უნდა, ანასტასის სინელს შესანიშნავი გამოსავალი ექნებოდა. ის იტყოდა, რომ ეს არეოპაგიტული შრომები არაა მართლმადიდებლური შრომები, ის ვიღაცამ გვიან დაწერა, ის არ ეკუთვნის წმინდა დიონისე არეოპაგელს, პავლე მოციქულის მოწაფეს და მისგან მოდანილი ციტატა ჩვენ არგუმენტად არ გამოგვადგებო. მაგრამ ანასტასის სინელი ამგვარ მოქმედებას, რა თქმა უნდა, არ აღასრულებს. ის ამბობს, რომ რაც მოიტანა ციტატა მანიქეველმა, ეს მართლაც წერია არეოპაგიტულ შრომებში, მაგრამ მანიქეველისგან ვერ არის გაგებული მართებულად. ხოლო თუ რა მართებული გაგება უნდა ქონდეს სწორედ ამ ადგილს. არეოპაგიტული შრომების ავტორის სიტყვებს, რომ ღმერთი აღმატებულია ყველა შეუქმნელზე, ყველა იგულისხმება ყველა შეუქმნელ ძალაზე და რას ნიშნავს აქ ტერმინი შეუქმნელი, ამბობს ანასტასის სინელი, ამის მართებული გაგებისთვის ჩვენ აქ დავიმოწმებთ დიონისე არეოპაგელის მოსახელის, დიონისე ალექსანდრიელის, რიტორ თაგანის განმარტებას, რაც მან არეოპაგიტულ შრომას გარემოწერითად დაურთო. გარემოწერითად ნიშნავს აშიაზე, ესე იგი ძველად ამგვარი წესი იყო, რომ ხელნაწერის ფურცლის შუაში მოთავსებული იყო თავად ძირითადი ტექსტი და განმარტებები წრიულად, არა მარტო ქვემოთ, არამედ ზემოთაც გვერდითაც შემოეწერებოდა მას. ამას ეწოდებოდა სწორედ გარემოწერითი განმარტება. აი ასეთი გარემოწერითი განმარტების ტექსტი მოაქვს ანასტასის სინელს იმის საჩვენებლად ჩვენთვის, თუ რა მნიშვნელობაა ჩადებული ტერმინში შეუქმნელნი დიონისე არეოპაგელის მიერ. ეს მნიშვნელობა, მისი თქმით, გამოამზეურა და აგვიხსნა ჩვენ წმინდა დიონისე ალექსანდრიელმა მე-3 საუკუნის მოღვაწემ. და აქ არის სწორედ დიონისე ალექსანდრიელის ტექსტი მოდანილი. დიონისე ალექსანდრიელი კერძოდ რას გვეუბნება? დიონისე არეოპაგელი წარმართულ კულტურაზე იყო აღზრდილი და ამიტომ ტერმინოლოგიაც წარმართული აქვს, მაგრამ შინაარსი საეკლესიოა. და წარმართულ ფილოსოფიაში ტერმინი შეუქმნელი გაუჩენელს და უსაწყისოს კი არ ნიშნავდა. არამედ ნიშნავდა მატერიაში არ მყოფს. ესე იგი, მატერიაზე აღმატებულს, მატერიალური შედგენილობისგან თავისუფალს. შექმნა ანტიკური აზროვნებისთვის ნიშნავდა მატერიაში ფორმირებას. თორემ შეუქმნელი ძალა შეიძლება იყოს დაბადებული, გაჩენილი, მაგრამ მატერიაში არ მყოფი. ასე რომ შეუქმნელი არამატერიალურ უსხეულოს ნიშნავს, მატერიალურ შედგენილობაში არ მყოფს ნიშნავს.
და შესაბამისად ამ შემთხვევაში დიონისე არიოპაგელთან ტერმინი შეუქმნელი ნიშნავს არა დაუბადებელს, არა გაუჩენელს, არა უსაწყისოს ღმერთსავით, არამედ დაბადებულს, გაჩენილს, მაგრამ არასხეულებრივს, არა მატერიალურს, ანუ ანგელოზებს. აი ასეთ განმარტებას ურთავს წმინდა დიონისე ალექსანდრიელი, რომელიც ცნობილი ტერმინით მცოდნე იყო, დიონისე არიოპაგელის თავისი თანამოსახელის ტერმინს შეუქმნელი, ანუ ბერძნულში აქტისტოს. სხვათა შორის წმინდა ანასტასისინას მეორე კომენტარიც მოაქვს დიონისე ალექსანდრიელისა სხვა ტერმინთან დაკავშირებით, ეს გახლავთ ტერმინი არსება. საეკლესიო სწავლება ანგელოზებს ძირითადად ერთ არსებად მიიჩნევს, რომ ანგელოზები ხარისხით განსხვავდებიან ერთი მეორისგან, მაგრამ არსებით ერთნი არიან, ყველა მათგანი ანგელოზია. თუმცა ზოგი შეიძლება უფრო ბრწყინვალე იყოს, უფრო აღმადებულ ხარისხზე, ზოგი უფრო ქვემორე იყოს. მაგრამ არიოპაგელთან ვხედავთ, რომ ანგელოზები მრავალ არსებად იწოდებიან, არა ერთ არსებად, არამედ მრავალ არსებად, პოლიუსიოს და არა ჰომოუსიოს, არა ერთ არსება, არამედ მრავალ არსება. ამასთან დაკავშირებითაც წმინდა დიონისე ალექსანდრიელი ურთავს რა კომენტარს არიოპაგიტულ შრომას, ამბობს, რომ აქაც არიოპაგელს ანტიკური ტერმინი აქვს გამოყენებული, ხოლო ანტიკურობაში პიროვნების აღნიშნულად არსება მოიხმობოდა, ანუ უსია ბერძნულად და სწორედ ეს შინაარსი აქვს არიოპაგიტულ ტერმინსო, ამბობს დიონისე ალექსანდრიელი, მრავალ არსება. აქ მართლაც არსება კი არ იგულისხმება, არამედ მრავალი პიროვნება, რომ ანგელოზები მრავალი პიროვნებანი არიან და ეს უკვე ჭეშმარიტად მართლმადიდებლური მოძღვრებაა, რომ ანგელოზები არსებით ერთნი არიან, მაგრამ პიროვნებანი მრავალნი, ისე როგორც კაცობრიობა, ადამიანები არსებით ერთია კაცობრივი ბუნება, კაცობრივი არსება, მაგრამ პიროვნებანი მრავალნი არიან. აი ეს ტექსტი კომენტარებისა ჩვენ გამოვაქვეყნეთ ძველი ქართული თარგმანი მიუთითეთ ბერძნულ ორიგინალზეც, სამწუხაროდ მკვლევართაგან ეს მონაცემი ანასტასისინელისა გამოვლენილი არ ყოფილა, ყურადღება არ იყო მიქცეული ამაზე. ჩვენ თვლით ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ანასტასისინელი თვითონ არ არის შესწავლილი მეცნიერულად. მეცნიერული შესწავლა მართალია ქრონოლოგიას ხშირად არ გულისხმობს, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული ქრონოლოგიური მიმდევრობა და პირველ-მეორე საუკუნეებიდანაა დაწყებული ამგვარი მეცნიერული კვლევაძიება, მაგრამ მე-6 მე-7 საუკუნეებამდე ჯერ ეს კვლევაძიება არსებითად არ მისულა. ჩვენ ახლა გამონაკლისებს არ ვეხებით წმინდა იოანე დამასკელის შრომას, თეოდორე სტუდიელის ზოგ შრომას, სიმეონ ახალღვთისმეტყველის და სხვა. არსებითად მაინც დაცულია ქრონოლოგიური ხაზი, ამიტომ ანასტასისინელის შრომები ჯერ კიდევ ჩაკარგულია იმ მე-19 საუკუნის პატროლოგიის გამოცემაში, რაც ჟან მინს ეკუთვნის, რომელმაც გამოსცა ცნობილი პატროლოგია გრეკა, უზარმაზარი კორპუსი, მაგრამ მინის დროს ეს საკითხი ასე ცხოვნად არ იდგა, მე-19 საუკუნის 60-იან წლებში გამოსცა მან ეს და ამიტომ ამგვარი მონაცემი ანასტასისინელის შრომისა სამწუხაროდ კვლევართაგან შეუმჩნეველი დარჩა. ჩვენი არანაყალბეობაზე ხაზი იმიტომ გავუსვით, რომ ანასტასისინელზე შეიძლება ვინმეს ეთქვა დიონისე ალექსანდრიელის ტექსტი კი არ მოაქვს, თვითონ მოიგონა რაღაც შეთხსა, რომ ასეთ რომ გაამართლოს დაუშვათ არიოპაგელის ზემორე სიტყვებიო, რაც მას გამოყენებული აქვს. მაგრამ ეს ყოვლად შეუძლებელია, ჯერ მართლმადიდებელი მოძღვრისგან ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, მაგრამ მეორე მხარეც გახლავთ, რომ კვლავ აღნიშნავთ, რომ ანასტასისინელისთვის, როგორც მოპაექრისთვის, გაცილებით უფრო სასარგებლო იქნებოდა და გაცილებით უფრო გამოიყენებდა ის ამ ფაქტს, რომ არიოპაგიტული შრომები ნაყალბეო პირველ რიგში ამას იტყოდა. თუ მას ნაყალბეობისკენ ნაბიჯის გადადგმა უნდა, ამას იტყოდა, რომ მე-5 საუკუნის მიწურულამდე ის შრომა არავისგან არაა დამოწმებული, ამიტომ მანიქეველო, შენ რომ მაგას იმოწმებ, ეს ეკლესიის მამათაგან არ არის დამოწმებული და ჩვენ შეგვიძლია ის ყალბის მკვნელობის ნიმუშად ჩავთვალოთ. მაგრამ როგორც ხედავთ, ანასტასისინელი ამას არ აუწევს, ის ჭეშმარიტად არიოპაგიტულ შრომებად მიიჩნევს დიონისე არიოპაგელის თხზულებებად და იქვე მოაქვს უმართებულესი განმარტება არიოპაგელის ორი ტერმინისა, ერთი შეუქმნელნი და მეორე მრავალარსება და ეს განმარტებანი მისივე მკვეთრი მითითებით არის წმინდა დიონისე ალექსანდრიელსგან გარემოწერითად არიოპაგელის თხზულებაზე დართული. და თვით ეს ფორმაც ასე კაფიოდ მინიშნებული ანასტასისინელისგან, რომ გარემოწერითნი განმარტებანი დაურთო დიონისე ალექსანდრიელმა, ამ მოვლენის და ამ ფაქტის უეჭველობას ხატყობს. ამრიგად მე-3 საუკუნის შუა წლებში უკვე არიოპაგიტული შრომების კომენტირება ხდებოდა და რა თქმა უნდა ეს შრომები ამაზე ადრინდელია. ესაა ის უაჭველი დასკვნა, რაც ამ მეორე არგუმენტსაც აბათილებს, რომ თითქოს მე-5 საუკუნის მიწურულამდე არავინ არ ახსენებს არიოპაგიტულ შრომებს, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ არათუ ახსენებს, არამედ კომენტარებსაც უკეთებს და სხვათა შორის იგივე კომენტარი დიონისე ალექსანდრიელსა ჩვენ გვხვდება წმინდა მაქსიმე აღსარებელთანაც. ასე რომ საეკლესიო ტრადიციაში ეს უეჭველათაა მიღებული, ამის უარყოფის არანაირი არგუმენტი ჩვენ დღეს არ გვაქვს, არანაირი ყალბის მკვლელობა არ შეიძლება ანასტასისინელის უწმინდეს სახელს მიეკუთვნოს, არც არსენი იყალთოელისაც, რომელმაც ქართულად თავნა არა ანასტასისინელის აღნიშნული შრომა და შესაბამისად დასკვნა არის ერთადერთი და უპირობო, რომ
არეობაგიტული შრომები ყოველ შემთხვევაში მესამე საუკუნის შუა წლებზე უადრესია და მესამე საუკუნის შუა წლებზე უადრესი შრომა როგორ შეიძლება ჩვენ რომელიმე სხვა ავტორს დაუკავშიროთ თუ არა უმალ მას ვისაც საეკლესიო ტრადიცია უკავშირებს ხოლო რაც შეეხება იმ ერთ-ერთ არგუმენტს მოპირისპირეთ ამ მხრიდან რომ თითქოს ასეთი რთული ტერმინოლოგიის ძეგლი პირველ-მეორე საუკუნეების მიჯნაზე ვერ დაიწერებოდა საკმარისია მათ გადახედონ აპოლოგეტთა შრომებს თუნდაც წმინდა ათენაგორა ათენელის თხზულებებს და უმალვე სხვადასხვამდე მივლენ. ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ათენაგორა ათენელი, რომელიც მეორე საუკუნის აპოლოგეტია, თავის შრომებში ისეთ ურთულეს ტერმინოლოგიას და ფილოსოფიურ სინტაქსს თავაზობს, ესეც ზოგჯერ სავსე ვიტყვეთ, შესამჩნევია მწერლობაში, რომ ამ ექსტობრივი და ტერმინოლოგიური სირთულით არათუ უტოლდება გვიანდელ ავტორებს, არამედ ხშირ შემთხვევაში ბევრად აღემატება მათ და ამ კუთხით მის გვერდით ჩვენ შეიძლება მხოლოდ ორი მოღვაწე დავაყენოთ მოგვიანოთ დროისა, ან და უფრო მართებული იქნება მარტოდენ ერთი, ეს გახლავთ წმინდა მაქსიმე აღსარებელი. ასეთი ურთულესი ტერმინოლოგია და ურთულესი სინტაქსი, ფილოსოფიურ საღვთისმეტყველო სინტაქსი, რაც ათენაგორას აქვს, მოგვიანო პერიოდში ჩვენ მხოლოდ მაქსიმე აღსარებელთან შეგვიძლია დავაფიქსიროთ. და თუ ათენაგორა ათენელს შეეძლო ასეთი რთული ტერმინოლოგიითა და სინტაქსით წერა, რატომ არ შეიძლება რომ იგივე გამოგუთნოთ წმინდა დიონისე არეობაგელს, რომელიც ათენაგორას მსგავსად და უფრო მეტადაც ვიდრე გაქრისტიანებამდე წარმართული კულტურის მწვერვალზე იმყოფებოდა, წიგნობრული რთული ტერმინოლოგიურ სინტაქსური ენა წარმართობისას ზედმიწევნით ჰქონდა ათვისებული და როგორც წმინდა ეფრემცირი ამბობს, არეობაგელის შრომები ყოველნი საწარმართოითა სიტყვითა დაწერილი არიან. აქ საწარმართო სიტყვაში მოძღვრება კი არ იგულისხმება, იგულისხმება ის რთული მწიგნობრული სტილი, რაც პლატონ არისტოტელესგან დამკვიდრდა და რაც ზედმიწევნით იქნა შეთვისებული წმინდა დიონისე არეობაგელისგან, როგორც ამაზე მისი ცხოვრება გვაუწყებს, საერთოდ წარმართული კულტურა და გაქრისტიანებულმა, რა თქმა უნდა, როგორც მხევალი, როგორც მსახური, როგორც მოძღვრების უბადლოდ გამომთქმელი ენა, ანტიკური მწიგნობრული ენა წმინდა დიონისე არეობაგელმა ჭეშმარიტების სამსახურში ჩააყენა და ამ ენით და ამ ტერმინოლოგიით მან ურთულესი სწავლებანი გადმოგვცა და გამოთქვა. ამ დასკვნამდე მივიდა, ახლა იქ ტერმინოლოგია შეიძლება ასე მკვეთრად არ არის ხაზგასმული, მაგრამ საზოგადოოდ ამ დასკვნამდე მივიდა კვლევაძიება უკვე 70-იან წლებში, როცა 1976 წელს მიულერის ცნობილი მცირე ზომის შრომა გამოქვეყნდა, სადაც არეობაგიტული შრომები უკვე უხოყმანოდ წმინდა დიონისე არეობაგელისადმი, პავლე მოციქულისადმი არის განკუთვნილი და ამ დასკვნამდე მივდივართ ჩვენს მთელი ზემორე განხილვების საფუძველზე. გმადლობთ ყურადღებისას.